ხარჯზე გრძელდება ჩვენი ორშაბათის საქმიანი დილა ინტერიერის დეტალებით. რისთვისაც სალომე დადუნაშვილი შემოვერთდა უკვე სტუდიას და კიდევ ერთი დიზაინის შესახებ უნდა მოგვიყვეს. დილომშვიდობისა. დღეს ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო და ბევრისთვის უსაყვარლესი სტილი. კერძოდ კი ლოფტის სტილი. ჩვენ უნდა რა თქმა უნდა გავყოთ კლასიკური ლოფტის გაგება, რომელიც მოითხოვს შესაბამის სივრცეს და ის ძირითადად პოსტინდუსტრიულ სივრცეებში კეთდება ხოლმე. პოსტინდუსტრიული სივრცეთ მაინც განვარტოთ. ეს არის მაგალითად ყოფილი ქარხანა, საწარმო, რაღაცა დიდი ოფისი, რაღაცა ასეთი სივრცე, რომელიც არ შეიქმნა როგორც საცხოვრებელი სივრცე და შემდეგ რაღაცა მომენტში გადაკეთდა და რაც არაერთი გვინახავს თბილისშიც და არის მოქმედი. არის ასეთიც, თუმცა კლასიკური ლოფტი, აი ნამდვილად, აი ყველა ასე ვთქვათ ასპექტით რომ აკმაყოფილებდეს, ჯერჯერობით საცხოვრებელი სივრცე ასეთი კლასიკური ლოფტი თბილისში ჯერ არ მინახავს, იმიტომ რომ ვიმეორებ ამისთვის რაღაცა კონკრეტული სტრუქტურაა საჭირო, თუმცა საზღვარგარეთ განსაკუთრებით ამერიკაში, ევროპაში ძალიან მოდაშია ასეთი ტიპის სივრცეების აღმოჩენა და პირდაპირ მნიშვნელობით ინდუსტრიული ზონის საცხოვრებელ ზონად გარდაქმნა. თუმცა ლოფტის სტილმა ძალიან მოიკიდა ჩვენთან ფეხი და ამას ჩემი აზრით აქვს უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური მიზეზი. იმიტომ რომ ლოფტის სტილი გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესოა, ლამაზია და ჩემი აზრით განსხვავებული. მე ძალიან მომწონს, რა თქმა უნდა, კლასიკური ლოფტი ხო საერთოდ ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა, რომელიც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს საცხოვრებლად, იმიტომ რომ ყოველთვის არის ძალიან მაღალი, უტრირებლად მაღალი ჭერი, შეიძლება იყოს 10 მეტრი ჭერი და რაღაცა აბსოლუტურად არასტანდარტული ზომის ფანჯრები, სახურავში განათება, მოკლედ კლასიკური ლოფტი არის სრულიად გენიალური სივრცე. თუმცა ჩვენთან რასაც ვხედავთ ეს ძირითადად, თორსა ლოფტს ვამბობთ, ეს არის რა თქმა უნდა ბეტონის დამუშავებელი ჭერი, მაგალითად აგურის კედელი, იატაკზე ინდუსტრიული იატაკი მაგალითად, ან ძალიან უხეში ფაქტურის იატაკი ხის. აი ეს რეალურად არის უკვე ის სტილი, ამ სტილისთვის დამახასიათებელი მასალები, რომელიც შეიძლება შემოიტანო ნებისმიერ ინტერიერში და შენი ინტერიერი გახადო ლოფტის სტილის. თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც არის რაღაც გარკვეული უნდა განმარტოთ ესეთ. კერძოდ რატომ არის ლოფტში აი ეს იგივე პირდაპირ შეღებილი კედლები, დატოვებული ბეტონის ჭერი და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა არის უდიდესი ეკონომია, როდესაც შენ შედიხარ ძალიან დიდი ფართის მაგალითად სივრცეში, სადაც უკვე გვხვდება ბეტონის ჭერი, ხო? დაანებე თავი, ან შეღები, ან უბრალოდ ესე იყოს. ხდება აგურის კედელი. იყოს, მოდი არაფერი არ გავაკეთოთ, არ მოვაპირკეთოთ, არ შევლესოთ, შევღებოთ უბრალოდ. არის რაღაცა ტიპის კონსტრუქციული ნაწილები, მაგალითად ბოძები მზიდი. იყოს ესეც, მოდი დავტოვოთ, ნუ ვეცდებით რომ შემნიხოთ. იგივე იატაკი, რომელიც არ ვიცი, უნახავს ალბათ 1000 გაჭირვება და 100 ესეც აღარ. იყოს ასეთი, როგორც არის. როცა ჩვენ რეალურად არ ვამუშავებთ ზედაპირებს და ალბათ ესეც არის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, რის გამო ძალიან პოპულარულია, იმიტომ რომ ეს არის ეკონომია. რეალურად შენ შეგიძლია ამ სტილში საკმაოდ დაზოგო თანხა. თუმცა რა თქმა უნდა, ხა მე ისეთი ვერსიებიც მინახავს, როცა პირიქით ერთხელ ბეტონის გაფრიალებაზე, როცა დახარჯავ ძალიან დიდ რესურსს, ეს კიდე სხვა საკითხი. მოკლედ, ეს იმიტომ გავაკეთე ამხელა შესავალი, რომ ერთი პერიოდი ყოველი მეორე ინტერიერი, რომელსაც ვიღებდი, იყო ლოფტის სტილში, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული იყო. შემდეგ რაღაცა უფრო, ეს თქვა 50-იანი წლების ინტერიერმა სტილმა უფრო, თქვა, ჩაანაცვლა, ეგრეთ წოდებული ფრანგული სტილი ყოველთვის ძალიან პოპულარულია, სკანდინავიური რა თქმა უნდა. მოკლედ ცოტათი კონკურენცია გაჩნდა, მაგრამ აი ახლახანს გადავიღე ზუსტად ესეთი ინტერიერი, რომელიც არის ლოფტის სტილში შესრულებული და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს ინტერიერი, არ არის დიზაინერი, არც აპირებს რომ იყოს დიზაინერი. ის არის უბრალოდ მფლობელი, რომელმაც გადაწყდა, რომელსაც უყვარს ძალიან ეს აინტერესებს და ძალიან გამეხარდა, როცა თქვა, რომ ინტენსიურად უყურებს ყოველთვის ჩვენს გადაცემასაც და რუბრიკასაც და მან გადაწყვიტა რომ თვითონ გაეკეთებინა ეს ყველაფერი ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოუვიდა და აი ეს უნდა ვნახოთ ახლა და რა თქმა უნდა აუცილებლად გადაცემასაც უნდა დავუვოთ. კი, აუცილებლად სრული გადაცემა ჩვენს საქმენ მაყურებელს ელის კვირას ტრადიციულად, თუმცა იქამდე მთავარ დეტალებზე დღეს ორშაბათს საქმიან დილაში გავამახვილებთ ყურადღებას, ამისთვის გიტოვებთ სალომე დადუნაშვილის და მისი გუნდის მიერ მომზადებულ ვიდეო ისტორიას.
გადაცემის წამდგენია კომპანია კნაუფი. ვაშენოთ ერთად. ლამაზი, მყუდრო, კომფორტული სახლი ყველას გვინდა. ჩვენთან ერთად თბილისის და არა მხოლოდ ძალიან ლამაზ და რასაც სწორედ დაგეგმილ სივრცეებს ნახავთ. საუკეთესო დიზაინერებს გაგაცნობთ და თქვენი ფანტაზია აუცილებლად რეალობად იქცევა. გამოყენეთ შესანიშნავი გემოვნების, ლამაზი ნივთების, დახვეწილი დიზაინის სამყაროში. ერთად მოვიფიქროთ, როგორი სახლი გვინდა ჩვენ. ამ სივრცეში შემოსვლისთანავე ხედავ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს არის სტუდიო. პირველი რა თქმა უნდა, რაც იქცევს ჩვენს ყურადღებას, ეს არის აი ეს სამაგიდო ფეხბურთის პატარა ინსტალაცია და იმ წუთში ხვდები, რომ აქ ადამიანი ფიქრობდა რაღაც ახალგაზრდულ ენერგიაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სტუდენტი ან ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ახლა იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, ამ ვინაც როგორც კი ნახავს, იმ წუთში წარმოიდგენ საკუთარ თავს, აი მე როგორ ვიცხოვრებდი ასეთი ტიპის ბინაში, ნამდვილად ასეთი აურა აქვს აქაურობა. რა თქმა უნდა, ლოფტისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, მათ შორის მაგალითად გაბრიალებული, მაგრამ თავისი ფაქტურით შენარჩუნებული ბეტონის ჭერი, იატაკზე დაგებული, საკმაოდ უხეში თითქოს ფაქტურის პარკეტი, რომელსაც აქვს თავისი მწარღვები, აქვს თავისი კოჟრები, ანუ ესეთი ტიპის პარკეტია შერჩეული, რაც ბუნებრივია ლოფტისთვის, ან ზოგადად თვითწორებადი ჩვეულებრივი იატაკებიც, ინდუსტრიულიც, ასევე ძალიან დამახასიათებელია ლოფტისთვის. ლოფტის დამახასიათებელია უკვე არსებული ფაქტურების შენარჩუნება. გვაქვს მაგალითად დამუშავებელი კედელი აგურის, ვტოვებთ, გვაქვს ბეტონის ჭერი ან რაღაცა კედლების ნაწილი ვტოვებთ, გვაქვს იატაკზე ინდუსტრიული იატაკი ვტოვებთ და ლოფტი ამის გამო ერთ-ერთი საკმაოდ ეკონომიური სტილია, თუ ზუსტად მიუყვებით და გვაძლევს სივრცე ამის შესაძლებლობას, მაგრამ შეიძლება ძალიან არაბიუჯეტურიც იყოს, თუ გვინდა რომ არა ლოფტის სტილი გადავაკეთოთ და შევქმნათ ლოფტი ხის ფაქტურასთან ერთად, აშკარად და გამოკვეთილად შემოდის მწვანე ფერი და აგურის კედლის სახით ტერაკოტა. აქეთა მხარეს არის რბილი ავეჯი, ეს რბილი ავეჯიც არის შერჩეული, აი როგორც ლაუნჯის სტილს შეეფერება, ძალიან კომფორტული, ღრმა ადამიანი იგულისხმება ალბათ, რომ ამ რბილ ავეჯს შეუძლია პრაქტიკულად მთელი დღე გაატაროს, აძვრეს, იმუშაოს, დაიძინოს ზედ, აი ეს სტილი სხვათა შორის ძალიან სწორედ გრძელდება სწორედ ამ რბილ ავეჯში. ბუნებრივია ერთ-ერთი მთავარი ფაქტურა ასევე არის ეს ტიხარი, ეს გახლავთ მინა, რომელიც არის რელიეფური და ამის ხარჯზე, რა თქმა უნდა, საინტერესოდ წყდება სინათლე, ბუნებრივია, რომ რკინის უნდა ყოფილიყო ეს ტიხარი, ამ შემთხვევაში ეს არის გასასრიალებელი ტიხარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ხან მაქსიმალურად გავხსნათ სივრცე და ხან დავკეტოთ. მოკლედ, მასალების თვალსაზრისით, ლოფტის სტილი ბოლომდე ზუსტად არის დაცული. სამზარეულო ძალიან საინტერესო ბევრი გადაწყვეტილებებით ხდება მე პირადად თვალში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის, რა თქმა უნდა, ხის ფაქტურის და რკინის ფაქტურის იდეის გაგრძელება. ლოგიკური იყო, რომ ნიჟა რაც და შემრევიც შავი ყოფილიყო, თუმცა ძალიან საინტერესოდ არის შერჩეული ასევე სტილის გათვალისწინებით. თავად ამ ნიჟარისა და შემრევის ფორმაც და ფაქტურაც და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს მაგიდის ზედაპირი და განსაკუთრებით თუ წინიდან დავაკვირდებით ეს საინტერესო ხის ფაქტურა არის უკვე არსებული საიდბორდი, რომელიც ადამიანს მოეწონა ხის საიდბორდი თავისი საინტერესო ფასადით და გადაწყვიტა შეეძინა და ზევიდან გადაატარა პრაქტიკულად ასეთივე ხის სამზარეულოსთვის ძალიან პრაქტიკული და მიღებული ზედაპირი, რომელიც მე აქეთაც გრძელდება და გამოვიდა, რომ მაღაზიაში შეძენილი უკვე არსებული ნივთი გახდა ინსპირაცია გარკვეულწილად ამ სამზარეულოს კუთხის შექმნის და თან ძალიან კარგად გვემსახურება მეორე მხრიდან აქვს არაჩვეულებრივი სათავსოები. მე არ ვარ მაღალი ადამიანი და ამიტომ დიახ, ეს ნიჟარა
ჩემი სტანდარტებისთვის მაღალია. თუმცა არ იფიქროთ, რომ ეს სამზარეულოს ერთადერთი ნიჟარაა და საერთოდ ეს სამზარეულოს ნიჟარა არ არის. ეს არის პრაქტიკულად ბარისთვის განკუთვნილი ნიჟარა, რომელიც აქ ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ უმასპინძლოს სტუმრებს, წყალი ჩამოასხას, რაღაც უცებ გამოიყენოს ეს კონკრეტული ადგილი, მოამზადოს კოქტეილები და ძირითადი სამუშაო სამზარეულო ზედაპირი არის ძალიან სწორედ გათვლილი და ხედავთ, რომ შედარებით უფრო დაბალია და ასე უფრო კომფორტულია მუშაობა ჩემთვის, ჩემი სიმაღლის ადამიანისთვის და აქ არის მეორე ნიჟარა, რომელიც უშუალოდ სამზარეულოს ფუნქციისთვის არის განკუთვნილი. ქვედა ნაწილი არის დატვირთული, რა თქმა უნდა, სათავსოებით, მაგრამ აქ შემოდის ძალიან საინტერესო ფასადი, რომელიც იშვიათად გვხვდება ხოლმე. ეს არის მთლიანად მეტალისგან დამზადებული კარადები, აქ შინთარ ჩვეულებრივი სათავსოები, უბრალოდ ჩვენ გამოგვდის, რომ გვაქვს მეტალისა და ხის სამზარეულო და ზევითაც ღია თაროები, ასევე ლოგიკურად, რა თქმა უნდა, მეტალისგან არის დამზადებული. ფაქტურა, რომელიც უკვე ვახსენე, კერძოდ კი აგურის, რა თქმა უნდა, აქ შემოტანილია, იმიტომ რომ ეს ერთი კედელი უბრალოდ მოპირკეთებულია აგურით და ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ჩვეულებრივ აგურს ჭრიან და გვაქვს საშუალება, რომ ნებისმიერი ზედაპირი აგურით მოვაპირკეთოთ, თუ ჩვენ ეს გვჭირდება. აგურს კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს, თუ მას ჩვენ კარგი შესაბამისი ლაქით დავფარავთ, ძალიან კარგად იცავს წლისგან და შეგვიძლია მაგალითად სამზარეულოს კუთხეში აი ეს სამუშაო კედელი დამატებით ფილებით აღარ მოვაპირკეთოთ. ლამაზი, მყუდრო, კომფორტული სახლი ყველას გვინდა. ჩვენთან ერთად თბილისის და არა მხოლოდ ძალიან ლამაზ და რასაც სწორედ დაგეგმილ სივრცეებს ნახავთ. საუკეთესო დიზაინერებს გაგაცნობთ და თქვენი ფანტაზია აუცილებლად რეალობად იქცევა. გამოვყევით შესანიშნავი გემოვნების, ლამაზი ნივთების, დახვეწილი დიზაინის სამყაროში. ერთად მოვიფიქროთ, როგორი სახლი გვინდა ჩვენ. გადაცემის წამდგენია კომპანია კნაუფი. ვაშენოთ ერთად.